არანაირი რაციო არ იყო ემიგრანტისთვის წასულიყო არჩევნებს. აი ცხოვრობ 500 კილომეტრში ამერიკაში მაგალითად რა 500 კილომეტრში საელჩომდე ან რაღაც საკონსულო. და უნდა გაიარო დახარჯო $1000. ამასობაში შენ ყავს 5 ადამიანი საქართველოში ვისაც ფულს უგზავნა. დაურეკე შეკაცო და უთხარი რომ $1000 გავძლევთ ხო? წადი და ამას დავას მესი თქმა. განისაზღვრება რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა. რა ითვლება გრანტად? უცხოელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოში ჩარიცხული თანხა, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაზე ან საზოგადოების ნაწილზე ზეგავლენის მოხდენა, რომელიც თავის მხრივ მიმართულია ხელისუფლების პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, შესვლისკენ ან განხორციელებისკენ. ეს თუ თანხა არის გადმორიცხული საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, არ ექნებათ არანაირი შეზღუდვა. მიპასუხეთ, ვინ განსაზღვრავს, რას ნიშნავს საყოფაცხოვრებო მიზნები? ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და წერტილი. მაგრამ ძალიან დიდ სივრცეს ტოვებს სუბიექტური ინტერპრეტირებული გადაწყვეტილებების. ეს არის აქ მთავარი. და რომელიმე დანაშაული რომ ავიღოთ, მაგალითად, რა ვიცი, ყაჩაღობა. ყაჩაღობისთვის ადამიანი იყენებს მაგალითისათვის, რა ვიცი, ცეცხლსასროლ იარაღს. ემიგრანტმა მივიდეთ მაგამდე. უცხოეთიდან ოჯახის წევრმა ჩაურიცხა თავის ოჯახის წევრს თანხა საყოფაცხოვრებო მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ამ ადამიანმა ჩარიცხული თანხით, ისე რომ არაფერი არ იცოდა ემიგრანტმა, შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და მე ეს ყველაფერი გამოიყენა დანაშაულის ჩასადენად. ემიგრანტის პასუხისმგებლობა დგება თუ არ დგება? რა თქმა უნდა, ხალხსახა პასუხი რომ არა. ვერანაირად ვერ დადგება. გრანტების კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება გრანტის მიმღებს. და არა გრანტის მიმღებს. ანუ პირი, რომელიც მიიღებს გრანტს და რომელიც გამოიყენებს ამ გრანტს, მთავრობის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება პასუხისმგებლობა.